აგვისტოს ომის შედეგად დევნილი ოჯახები გორის ნარკოლოგიური ცენტრის შენობიდან გაყვანას ითხოვენ, მიზეზად გაუსაძლის პირობებს ასახელებენ. 2 წლის წინ რეაბილიტირებული შენობის კედლებს დღეს სინესტისგან გამოწვეული დაშლის საფრთხე ემუქრება. როდის მოგვარდება დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი 65 ოჯახის პრობლემა და რა უპასუხეს მრავალკუთხედის ჟურნალის ტოლვითა და განსახლების სამინისტროში ნინო ჩიბჩიურიგი ამბობთ. საერთო სამზარეულოსთვის გათვალისწინებული ფართი ამჟამად გაუქმებულია. ანტისანიტარიით შეწუხებულმა დევნილებმა ინვენტარი უკვე გაიტანეს. დაზიანებული საკანალიზაციო სისტემით გამოწვეულმა სინესტემ აქ გაუსაძლესი ვითარება შექმნა. გამოგვიყვეს სამზარეულოსთვის ეს ოთახი. დაიწყო წყლის წვეთა, ეს ჭერი ჩამოგვენგრა, ესენი სულ მოწმენდავდით, დილით ვნახავდით, ისევ ეს სავსე იყო. კანალიზაციის წყალი, შუთა წყალი მაინც რო იყოს არ უშავს რა, ეხლა შუთა დამაწვეთავს ეს კანალიზაციის წყალი. არაფერი სამზარეულო ჩვენ არ აქვს. აი, თავს ჩამოვუდის იგროვა ყველაფერი გასო. აი, ეს მოწვეთი დაფეს. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გორის ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში შესახლებულმა დევნილებმა სამზარეულოც იმ ერთადერთ ოთახში მოიწყეს, რომელიც ამავდროულად მათი საძინებელიცაა. თუმცა, როგორც თავად განმარტავენ, მდგომარეობა აქაც უკიდურესად მძიმეა. დალპა ლოგინი, დალპა სულ კრავოტის უდამპალია, კედელი დამპალია, სუნი დგას და ბავშვი მიწემს იქ. პალეტის წყლები ჩამოდის. არ უნდა გადაგვიყვანონ რაღაცა თორე ესე როდემდენ მოხდა. უწესრიგებელია ჭერი, კანალიზაციების უდახეთქილია ისინი მილები. მეხუთედან პირველამდე და ამ ერთი საპირფარეშოთის სარგებლოს 20 ოჯახი. აი ეხლა ოთახებსაც ვასკვაზნიაკებთ რომ რაღაცა საშინელი სუნი რა ელემენტარულად სათვის ჭამაც არ მოგინდება. ძალიან ცუდი სიტუაცია რა, ანტისანიტარია რო იტყვიან. ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში საკანალიზაციოსთან ერთად სასმელი წყლის სისტემაც დაზიანებულია, რის გამოც იძულებით გადაადგილებულ პირთა ერთი ნაწილი უწყლოდაა დარჩენილი. წყალი არ გვაქვს 6 თვეა. სოფელშია და იქიდან ავდივართ მეხუთე სკოლიდან. მოვითხომ გააკეთო, ან გადაგვიყვანონ. ჩვენ რა ვქნათ კაცო? ლიახვის ხეობის გორის ბიუროს ხელმძღვანელი განმარტავს, რომ აღნიშნულ ობიექტში აგვისტოს ომის შემდეგ დევნილი ოჯახების შესახლება მათივე სურვილის მიხედვით მოხდა. რევაზ კახნიაშვილის ინფორმაციით, პრობლემები რეაბილიტირებულ შენობაში ეტაპობრივად წარმოიქმნა. სახელმწიფო სთავაზობდა კოტეჯებს, თუნდაც კომპენსაციას, ბინებს და ამ ადამიანებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ჩასახლებულიყვნენ გორში, დათვალიერებული ქონდა ყველა სიცოცხლე რა ოთახები იყო, რა ფართი იყო, როგორი სიტუაცია იყო და თვითონ გადაწყვიტეს, რომ ჩასახლებულიყვნენ და ამჟამად არ არის ალტერნატიული ფართი, რადგან დღესდღეობით რამოდენიმე ოჯახი ისევ დარჩენილია საბავშვო ბაღებში. ტოლთა და განსახლების სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონულ სამმართველოში შესაბამისი სამუშაოების დაწყებას უახლოეს პერიოდში ელოდებიან. სამმართველოს უფროსის მანანა ჭამპურიძის განცხადებით, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ინგლისური დონორი ორგანიზაცია Oxfam უზრუნველყოფს. გვაქვს ინფორმაცია, რომ პროექტი, რომელთაც ისინი ეწყობენ ამ სამუშაოებს, დამტკიცებულია და საჭიროა ტექნიკური მხარეა მოსაწესრიგებელი და უახლოეს მომავალში აღნიშნული სამუშაოები დაიწყება და ეს მოხსნის იმ პრობლემას, რაც ამ ხნის განმავლობაში აწუხებდათ. ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი სულ 65 ოჯახი ცხოვრობს. წყლის სისტემის რეაბილიტაციის შემდეგ ჯერჯერობით უცნობია რა ბედიელის ნესტისგან დაშლის პირას მისულ კედლებს. სახელმწიფოს ალტერნატიული ფართი არ გააჩნია. ასეთ პირობებში მცხოვრები დევნილები კი სხვადასხვა ინფექციური დაავადებების შესაძლო გავრცელებაზე უკვე ალაპარაკდნენ. საცხოვრებელი ადგილის შესვლა მოუწევთ ზუგდიდში რაიონული საავადმყოფოს ეზოში მცხოვრებ დევნილებს. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულები ავარიულ შენობაში ცხოვრობენ. ამას ისიც ემატება, რომ ტერიტორია კერძო პირის საკუთრებაა, თუმცა როდის მოხდება მათი ალტერნატიულ ფართებში განთავსება ჯერ გაურკვეველია. აჭარა სამეგრელოს ზემო სვანეთის დევნილთა დეპარტამენტში კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. რაიონული საავადმყოფო შიდა ეზოში მდებარე ორ ავარიულ შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 22 ოჯახი ზუსტად 20 წლის წინ შესახლდა. სეპარატისტებს გამოქცეულმა იძულებით ადგილნაცვალმა პირებმა მაშინ ოთახები თანაბრად გადაინაწილეს. თითქმის ყველა მათგანი საცხოვრებელი ფართი დასაშვებზე მცირე ზომისაა, მაგრამ იქ საოჯახო ნივთების შეძლების დაგვარად მოთავსებას დღემდე ახერხებენ. კომპაქტურად ჩასახლებულების მძიმე სოციალური პირობები შენობაში შესვლისთანავე თვალში საცემი ხდება. რაია ლეჟავა ერთ-ერთი მათგანია, ვინც აფხაზეთიდან გადმოსვლის შემდეგ ამ შენობაში შესახლდა. წილად ერთი ოთახი ხვდა. შვილების დაღუპვის შემდეგ ობოლ მხედველობა დაქვეითებულ შვილიშვილთან ცხოვრობს. 18 წელია თუ 20 წელით კიდევ არ იბებია რა აქ ვართ. 20 წელია. ახლა ამ ბავშვთან ერთად. კლასი იყო, მაგრამ ვერ ისწავლა. არ იცოდა წერა, სადა და დაწეროს არ ხედავს იმას წვრილ იმას და აი ამიტომ
ერთ-ერთ ოთახში მცირეწყლოვანი ნია იმყოფება. უნარშეზღუდულ პატარას უკვე 4 წელი შეუსრულდა. გადაადგილება დამოუკიდებლად არ შეუძლია. ამიტომაც აქტიური პატარა ყველას თავისთან ეპატიჟება. ნიაზგან განსხვავებით მისი მშობლები და კიდევ 21 დევნილი ოჯახი სოციალური პირობების სირთულეს მუდმივად უჩივის. პრობლემა საერთო აქვს და მათი მოგვარების გზებზე მუშაობას ითხოვენ. მარიკაც აქვე ცხოვრობს, 3 შვილთან და დედასთან ერთად. ოჯახის 4 წევრთან ერთ ოთახში ცხოვრება მან წლების უკან დაიწყო. მაშინ როცა მეუღლე აფხაზეთში დაკარგა და 3 ობოლთან მარტო დარჩა. ამ ოთახში ვცხოვრობ ჩვენ 5, 3 ბავშვი და დედაჩემი და მე, ძალიან ცუდ მდგომარეობაში, 2 საწოლში წარმოიდგინეთ 5 ადამიანი როგორ უნდა იწვეს, ჩემზე უფრო უარეს მდგომარეობაში რო ცხოვრობს ისეთებიც არიან. ამ კონკრეტულ ობიექტთან დაკავშირებულ პრობლემებს კარგად იცნობენ აჭარა სამეგრელო ზემოსვანეთის დევნილთა დეპარტამენტში, თუმცა ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ 2 ავარიული შენობა კერძო პირის საკუთრებაშია და სწორედ ამიტომ 22 დევნილი ოჯახი სხვა რეაბილიტირებულ ობიექტში შესახლება იგეგმება. ჯერჯერობით ალტერნატიული ფართი არ მოძიებულა, მაგრამ როგორც უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, დევნილთა რეაბილიტირებული ფართების დაკმაყოფილება უახლოეს თვეებში მოხდება. მაისის შემდეგ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას ელოდებიან მარნეულში ჩასახლებული დევნილები. დათქმულ ვადაში ტოლთა და განსახლების სამინისტრო ვერ ჩაეტია. ფართების დაკანონება სამხედრო დასახლებაში მცხოვრები 83 ოჯახი ითხოვს. მეტობით რო ავიღოთ მაინც მეტობით ხო? თვე და ერთი კვირა. ისეთ ქალთან იძლევა სიტყვას ეს ადამიანი 2 გმირი შვილის დედა ვარ. მებრძოლი ქალი ვარ, მებრძოლი მეუღლე ვარ. დაღუპული შვილი მყავს და ამ სიტყვას მე ვენდობი. ტოლთა და განსახლების მინისტრი აფხაზეთიდან დევნილებს 21 აპრილს შეხვდა და საცხოვრებელი ფართების დაკანონებისთვის 1 თვე და 1 კვირა ითხოვა. მას შემდეგ 2 თვეზე მეტი გავიდა. სუბელიანის პირობის შესრულებას დევნილები ყოველდღე ელოდებიან. ჯერ არ ჩანან არავინ არ ვიცი. რასაც დაგვირდნენ კი შეასრულეს და ალბათ ათი ისიც შესრულდება რასაც დაგვირდნენ. აფხაზეთიდან დევნილები ეგრეთ წოდებულ სამხედრო დასახლებაში 18 წლის წინ დასახლდნენ. მას შემდეგ ამ ადგილზე ბევრი რამ შეიცვალა. დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსების სახურავის პრობლემა უკვე მოგვარებულია. შენობებში შეიცვალა წყალგაყვანილობაც და მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო. კანონებას მაშინ არ ვთხოვულობდით, ფიქრობდით, რომ დღეს ხვალ წავალთ ჩვენ საერთოდ არ ვფიქრობდით აქ ცხოვრებას. მაგრამ ეხლა უკვე რო გავიდა წლები და რაფერი არ იყო, უკვე ფიქრობ დაკანონებას რამდენი ხანია უკვე, დიდი ხანია. მართალია სუბელიანი დევნილებს ბინების დაკანონებას 1 თვესა და 1 კვირაში შეჰპირდა, მაგრამ როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი აღნიშნავს, ეს პროცედურა არც თუ ისე ადვილი ყოფილა. საზადეკანოიცის განმარტებით პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება. მისის ბრძანდებოდა რამოდენიმე თვის უკან და პირადად შეპირდა და წლის ბოლომდე აუცილებლად დაუკანონდებოდა. პროცესი დაწყებული ამას არაფერი აღარ შეაჩერებს, რა თქმა უნდა, ნება არ აქვს თავარია სახელმწიფოს ნება, პროცესი დაწყებულია და აუცილებლად დაუკანონდებოდა. საცხოვრებელი ფართების დაკანონებას 83 ოჯახი ითხოვს.